ძალიან მაწუხებს დანაშაულის გრძნობა, იმიტომ რომ ბავშვთან ვერ ვატარებ საკმარის დროს. ხშირად შემოდის ხოლმე მსგავსი მესიჯები და პირველ რიგში მინდა გახსოვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენ საათს გაატარებთ ბავშვთან. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გაატარებთ ამ დროს. ამიტომ არსებობენ დედები, რომლებიც 24 შვიდზე ბავშვთან არიან, თუმცა რეალურად ბავშვის გვერდით ვერ არიან, იმიტომ რომ გადაიწვნენ, გამოიფიტნენ და მათ სჭირდებათ დრო უკვე ბავშვის გარეშე და ამას ყოველთვის ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია დედისთვის დრო ბავშვის გარეშე და ეს ცალკე ძალიან დიდი თემაა. თუმცა თუ თქვენ დღის მანძილზე ბავშვთან ატარებთ სადღაც 1 საათს ან 2 საათს და ამის გამო დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ, მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ როგორ გაატარებთ ამ დროს. არ შეხედოთ საათს, შეხედეთ თვითონ პროცესს, რამდენად გასცემთ ემოციებს, რამდენად ხართ ბავშვთან, რამდენად ტელეფონი გვერდით არის გადადებული და ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, ასე ვთქვათ, იღებთ, ეთამაშებით, რამდენად კომფორტულად არის ბავშვი თქვენთან ამ დროს, რამდენად გრძნობს ის, რომ თქვენ მის გვერდით ხართ. ეს 1 საათიც კი საკმარისია, თუ ნამდვილად ბავშვთან ხართ და ნამდვილად ბავშვთან ატარებ ამ დროს.